Our unified stance in solidarity with Ukraine is crucial to achieve the just peace for Ukraine. This war has once again demonstrated the importance of parliamentary diplomacy in promoting cooperation between countries to address common challenges. ხელსაწყობისა და საერთო გამომწვევებასთან გამკლავებაში. მოხარული ვარ, რომ ჩემი კოლეგა და მეგობარი ბატონი რუსლან სტეფანჩუკი მონაწილეობას იღებს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში. სულ კიდევ ერთხელ დავადასტურა საქართველოს ურყევი და შეუქცევადი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენ გვესმის უკრაინის ტკივილის. საქართველოს გამოსცა და რუსეთის აგრესია 1990-იანი წლების დასაწყისსა და 2008 წელს. ამ განგრძობითმა აგრესიამ შედეგად მოიტანა საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია და საკუთარი სახლებიდან 100,000-ობით ადამიანის იძულებითი და უკანონო გაძევება. სამწუხაროდ მაშინ ჩვენი მიმართვებისა და გაფრთხილებების მიუხედავად ვერ ვიხილეთ დასავლეთის შესაბამისი რეაგირება. საბედნიეროდ დღესდღეობით ჩვენ ხედავთ ძლიერ ერთიან და ეფექტიან ევროპულ პასუხს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე. საქართველოს უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატა არა მხოლოდ სიტყვერად, არამედ ასევე ძლიერი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯებით. ჩვენ ამას დღემდე ვაკეთებთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში რუსეთის უკანონო სამხედრო დანაყოფების არსებობის მიუხედავად. საქართველოს შესაძლო სამხედრო აგრესიის მაღალი რისკის წინაშე დგას, ამავე დროს აღსანიშნავია, რომ საქართველოს არ არის დაცული ნატოს უსაფრთხოების ხოლკი და არ სარგებლობს ევროკავშირის ეკონომიკური სოლიდარობით, თუმცა უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოს აქტიურად იყენებს თავის ერთ ხმას საერთაშორისო არენაზე. And supports sovereign choice of countries historically belonging to the European family. Recognition of Georgia's European perspective last year opened a new chapter in our relationship with the European Union as we have embarked on an EU membership road. Georgia remains a reliable partner. საქართველოს რჩება ევროკავშირის სანდო პარტნიორად და უსაფრთხოების საკითხებში მოკავშირედ. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული. გასულ წელს საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და განცალკევებული იქნა ასოცირებული ტრიოდან. ამჯერად წელს მსგავსი ნეგატიური დიფერენციაციის თავიდან აცილება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი განცალკევება აძლიერებს ჩვენ საერთო არაკეთილმოსურნეებს და რეგიონის აგრესორის წინაშე დაუცველ სტოვებს. საქართველოს როგორც პარტნიორი ქვეყანა არა მხოლოდ მიმღებია ევროპული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სიკეთეების, არამედ მას თავადაც დიდი წვლილი შეაქვს ევროპის მიზნების განხორციელებაში, მათ შორის აფრიკაში ევროკავშირის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების მისიებში. დღესდღეობით საქართველოს ვაჭრობის ეგრეთ წოდებული შუა კორიდორის კრიტიკული და მნიშვნელოვანი ნაწილია, რაც შესაძლოა გახდეს ევროპული ოჯახისთვის ალტერნატიული ენერგიარესურსების მიწოდების ყველაზე უსაფრთხო და მოკლე მარშრუტი. მზად ვართ გავაგრძელოთ მუშაობა ევროკავშირთან შავი ზღვის დაკავშირებადობის გასაძლიერებლად, რათა შევქმნათ ენერგიარესურსების მიწოდების ტვირთების გადაზიდვისა და ციფრული კავშირების ალტერნატიული მარშრუტები, რაც მდგრადი ეკონომიკური ზრდის და უფრო ძლიერი და მედეგი ევროპის აუცილებელი პირობაა. პატივცემულო კოლეგებო, ამჟამინდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში აღარ არის წინაკარისა და ღია კარის დრო. საჭიროა გაბედული ნაბიჯები შესაბამის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან ერთად. საქართველოს ისწავლა წარსულის გაკვეთილებზე. იმედი მაქვს, ევროკავშირიც გადააფასებს თავის როლსა და მნიშვნელობას. აღნიშნული ნაბიჯები და გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპის მომავალი არქიტექტურის ჩამოყალიბებაში. იმედი მაქვს, წლის ბოლოს ვიზეიმებთ როგორც უკრაინის გამარჯვებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ასევე საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას. ეს იქნებოდა ფართო რეგიონში ევროპის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობის ეფექტის გავრცელების კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი.